ბოლო წლებში ელექტროსკუტერები და სხვა მსუბუქი ელექტროტრანსპორტი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. ეს ბუნებრივი პროცესია და თანამედროვე ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად იზრდება ელექტროსკუტერებზე მოთხოვნაც. ამიტომ თავიდანვე მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვართ აკრძალვების მომხრე. პირიქით, გვინდა ისეთი ქალაქი, სადაც ელექტროსკუტერით მოსარგებლე ადამიანიც და ქვეითიც უსაფრთხოდ იქნებიან. ტროტუარი ის ადგილია, სადაც ადამიანი თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს. ქუჩაში განსაკუთრებით დაცულები უნდა იყვნენ ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები, მშობლები, საბავშვო ეტლებით. სამწუხაროდ დღეს ეს ყოველთვის ასე არ ხდება. ჩვენ ძლიერი საქართველო ლევო გამოვდივართ ინიციატივით და გთავაზობთ გამოსავალს. უმნიშვნელოვანესია ქალაქში გაკეთდეს მეტი ბილიკი და რეალურად არსებობდეს ერთიანი ქსელი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს საცხოვრებელ უბნებს, მეტროსადგურებს და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს. უმნიშვნელოვანესია მკაცრად გაკონტროლდეს, რომ ველობილიკებზე არ იდგეს ავტომანქანები, გულისხმობ პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანქანებს. ჩაფხუტების ტარება უნდა გახდეს სავალდებულო. აუცილებელია დაწესდეს მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 14-16 წელი. გასაქირავებელი სკუტერების ოპერატორებს კანონით უნდა დაევალოთ მომხმარებლის პირადობის დოკუმენტით ვერიფიკაცია, რათა მოზარდებმა ვერ შეძლონ სისტემის გამოყენება. მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს, რომ 2 და 3 ბავშვი ერთად არ დადგეს ელექტროსკუტერზე. პარკებში, სკვერებსა და ხალხმრავალ საფეხმავლო ზონებში სკუტერის სიჩქარე უნდა დარეგულირდეს. შესაძლებელია სკუტერების ქაოტური პარკირება ტროტუარების შუაგულში, მათსავე ბილიკებზე, პანდუსებზე, ავტობუსის გაჩერებებზე და კორპუსის შესასვლელებთან. თბილისის მერიამ უნდა შექმნას სპეციალური პარკირების ადგილი, ხოლო ოპერატორებმა უნდა დანერგონ სისტემა, რომელიც მგზავრობის დასრულების შესაძლებლობას მხოლოდ ასეთ ზონაში მისცემს ელექტროსკუტერის მომხმარებლებს. ელექტროსკუტერი და ელექტროველოსიპედი წარმოადგენს ეკოლოგიურ ტრანსპორტს, რომელიც ამცირებს საცობებს, ჰაერის დაბინძურებას, საწვავის მოხმარებას. ამიტომ მიზანშეწონილია დაწესდეს საგადასახადო შეღავათები ამ სახის ტრანსპორტის და მათი აღჭურვილობის იმპორტზე, რათა ადამიანებმა უფრო მარტივად შეძლონ მათი შეძენა. ევროპის გამოცდილებაც სწორედ ამას გვთავაზობს. საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში ტროტუარზე მოძრაობა აკრძალულია, მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვები და სიჩქარის მკაფიო ლიმიტები. ზოგ ქვეყანაში სავალდებულოა დაზღვევა, ჩაფხუტის გამოყენება. ეს ქვეყნები არ ებრძვიან მიკრომობილობას. ისინი უბრალოდ უსაფრთხოს ხდიან მას. საქართველოსაც სწორედ ასეთი მიდგომა სჭირდება. ჩვენ გვჭირდება არა სკუტერების აკრძალვა, არამედ წესების დადგენა, რომ სკუტერების მომხმარებელიც და ქვეითიც იყოს დაცული. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას, ვისაც აღნიშნული საკითხის მოგვარება ევალება. იმოქმედეთ დროულად, რომ მომავალში მაინც თავიდან ავიცილოთ მძიმე შემთხვევები.